გამარჯობა ფერმერებო. დღეს ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო სიმინდის კულტივატორებზე, რადგან უკვე სეზონიც მოახლოვდა და ეს თემა უკვე აქტუალურია ქართველ ფერმერებში. საქართველოში ყველაზე პოპულარულია 6 რიგიანი, ანუ 7 დგარიანი კულტივატორები, რადგან ძირითადად საქართველოში 6 რიგიანი სათესით ვთესავთ სიმინდს. არჩევანი აქაც ბევრნაირია, არსებობს პლასმასის და არსებობს რკინის ბუნკერებიანი სიმინდის კულტივატორი. რისთვისაა საჭირო პლასმასის ბუნკერებიანი და რკინის ბუნკერებიანი სასუქე შემტანი, ან რა ძირითადი სხვაობაა მათ შორის. პლასმასის ბუნკერების უპირატესობა გახლავთ ის, რომ ის არ შეიცავს მეტალს უბრალოდ და არ ჟანგდება. რკინის ბუნკერების უპირატესობა კი გახლავთ ის, რომ ბიგ-ბეგების ჩაყრის შემთხვევაში მისი გატეხვის შანსი ფაქტიურად არ არსებობს. სიმინდის კულტივატორი გამოიცდება იმით, რამდენად ზუსტად შეუძლია მას ჰექტარზე პროდუქტის შეტანა. ამიტომაც კულტივატორებს ყოველთვის მოყვება ხოლმე ცხრილი, რის მიხედვითაც უნდა გავასწოროთ კულტივატორი. თუ ჩვენ სქემას დავაკვირდებით და ჩვენ გვაქვს 70 სანტიმეტრზე დაყენებული სასუქის გამშლელი, თუ გვინდა რომ შევიტანოთ 220 კილო, მაგ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავაყენოთ D0 პოზიციაზე. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ სიმინდის დამცველის ტიპებს. ეს კონკრეტული ვარსკვლავები გათვლილია ქვიან ნიადაგში სამუშაოდ. ასე რომ მსგავსი აგრეგატის ყიდვის დროს გაითვალისწინეთ შემდეგი პატარა დეტალები, რადგან ზუსტად აარჩიოთ ისეთი აგრეგატი, რომელიც თქვენ საქმეს გამოადგება. ესეთ საინტერესო ვიდეოებისთვის გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი.